მიხარით, როგორ ახეთ მაგრამ 24 წელი მიჭაჭული ვარ ის. შარშანში შევიტანე განცხადება. 150,000 ქოლა მომივიდა. შეტანილი ქონდათ განცხადება უარი მივიდა. შემამოწმე 150,000 ის მესიჯი მომივიდა ქოლა. მაგრამ მე ვთხარი ამ გლიჯე მეთქეს ინაჭერი მაჭამი რა ჭამომეთქი ან გავიკეთო ნემსია მეთქეს წამალი არა. დიალეზის. დეპარტამენტშიც მივიდა ჩემი ანგარიშის წაიღო ჩემ მეუღლემ. რა ქვია კალკულაცია. ხო, წამლებზე არა, ოპერაციაზე. ტისტურის. არა, რომ მოკოდები 250 ლარს მოგცემთ და всё. სამის უზრა მიიღეთ დახმარება ვერც მუნიციპალიტეტის. იმასაც არ მაფასებ. ბატონი შახი ცხოვრობს უკვე 6 წელია დერმის მასივში, ის არის ომის ვეტერანი, პირველი ჯგუფის ინვალიდი და სამწუხაროდ სახელმწიფო ისეთი განცხადებით მიმართა, რომ თითქოს არ ჭირდება იგი ქვეყანას. ადამიანი, რომელიც საქართველოს ერთიანობისთვის და მთლიანობისთვის იბრძოდა, მიტოვებული არის სახელმწიფოს მხრიდან. არანაირი ინვალიდობის ეთლი, არანაირი მედიკამენტები, ვეტერანთა დეპარტამენტმა წამლებზე და დახმარებაზე, ოპერაციის დახმარებაზე უარი უთხრა. დრო არის რომ ამ ადამიანებს ჩვენ ყველამ ერთად ყურადღება მივაქციოთ, იმიტომ რომ თუ ჩვენ საკუთარი ქვეყნის მებრძოლ ვეტერანებს ყურადღებას არ მივაქცევთ, მაშინ ეს ქვეყანა აღარ ყოფილა. ამიტომ ერთად მოვიმარჯვოთ ყველა საკუთარი ძალებით. შევძლოთ ის რომ გადავატრიალოთ ეს უნიათობის პერიოდი, შევცვალოთ ხელისუფლება და ერთად მივხედოთ ჩვენს ქალაქს, ჩვენ ქალაქში მაცხოვრებელ ომის ვეტერანებსაც, სოციალურად დაუცველებსაც და ადამიანებს, ვისაც ჭირდება ჩვენი მხრიდან დახმარება. 90-იან წლებში ვიბრძოდი საქართველოს ერთიანობის გულისთვის. 24 წელია მიჭაჭული ვარ ლოგინად. არავითარი დახმარება, არავითარი შეღავათი არ გამაჩნია არავისგან. თუ ვიღაცები მეხმარებიან, მაგით ვსუნთქავ. არც წამალი არაფერი შეღავათი მე არ გამაჩნია. ეროვნებით ვარ აზერბაიჯანელი, რომელიც საქართველოს ერთიანობისათვის ვიბრძოდი. ეს არის ჩემი დაფასება? არ მაფასებს არავინ. ხერხემლის ტვინი მაქვს დაზიანებული. ვარ დიალეზის ავადმყოფი. ყოველ დღე მესაჭიროება მედიკამენტები, არავითარი საშუალება არ მაქვს რომ ვიყიდო. ჰემოგლობინი მაქვს ძალიან დაბალი, ჰემოგლობინის წამალს ვერ ავყიდულობ. ყოველ დღე წნევის წამალს ავსვამ, ვერ ავყიდულობ, არ მაქვს საშუალება. ჯანდაცვის სამინისტროში შევიტანე, უარი მივიღე. ის სოციალურად დაუცველი არ ახარო, ვერ მოგცემთ. სოციალურ შევიტანე განცხადება 150,000 ქულა მომივიდა. არ გეკუთვნისო, ლამინატი გააქო. მე ვთქვი ლამინატს ავჭამ, თუ ლამინატს ვიკეთებ, წამალია ლამინატი. ესეო კანონიო, ვერ მოგცემთო. ყველა სოციალურად შეჭრებული ადამიანი ბუნებრივია იმსახურებს ყურადღებას და დახმარებას სახელმწიფოს მხრიდან, მაგრამ განსაკუთრებით სამწუხარო, როდესაც აფხაზეთის ომის ვეტერანი, რომელიც მძიმედ დაიჭრა 24 წლის წინ და მას შემდეგ უბრალოდ დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება და არის წელს ქვემოთ მოწყვეტილი და ყოველდღიურად საჭიროებს მედიკამენტოს ზურგუნალობას, არის დიალეზე, უარს ეუბნება ყველა სახელმწიფო უწყება დახმარებაზე. დაწყებული გამგეობით, გაგრძელებული ჯანდაცვის სამინისტრო და რაც ყველაზე სამწუხარო ვეტერანთა დეპარტამენტი. არა და აი ამ უწყებებში გაორმაგებულია თანამშრომელთა რაოდენობა, რომელთა ნაწილი სამსახურში არც კი დადის და უხერხულია ყველაფერს თავი და რომელია